ნაციონალური მოძრაობის ხელვაჩაურის რაიონულმა ორგანიზაციამ თვითმმართველობის საარჩევნო სია გაასაჯაროვა. მუნიციპალიტეტის გამგებლის პოსტის დასაკავებლად პარტიის სახელით ხელვაჩაურის რესურს ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი ჯაფარიძე იბრძოლებს. ნაციონალურ მოძრაობაში დღესვე წარმოადგინეს ხელვაჩაურის გამგეობაში შემავალი 11 თემის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებიც. შერაბიძეების თემში ზურაბ გურგენიძე, მახინჯაურში რევა ზასანიძე, ორთაბათუმში მერაბ ძნელაძე, ახალშენში თამაზ კაკაბაძე, ფერიაში ნარგიზ ბეჟანიძე, ჭანალში მარინე თურმანიძე, თხილნარში გურამ ცინცაძე, აჭარისწყალში ვაჟა თავდგირიძე, მაჭახლის თემში რევას კახიძე, ხოლო კირნათის თემში ნარიმან აბაშიძე კენჭსიყრის. ისინი რაიონულმა ორგანიზაციამ კონსტიტუციების შედეგად თითოეული მათგანის წარსულისა და საზოგადოებაში ცნობადობის ნიშნით შეარჩია. ოფიციალურ წარდგენას აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სულ 47,519 ამომრჩეველია. აქტივთან გასაუბრების შედეგად არანაირი ჩარევა შემდგომი სტრუქტურებიდან ჩვენი პარტიის არ ყოფილა. პარტიაში მიმდინარეობს განახლების პროცესი. დღევანდელი ფაქტი, რომ ჩვენ ახალი სახე ბატონი ირაკლი ჯაფარიძე წარმოადგენთ მუნიციპალიტეტის გამგებლად, ეს არის ამის დასტური, ის არის ძალიან ნიჭიერი, განათლებული, წესიერი ახალგაზრდა, კარგი ოჯახის შვილი, მუშაობდა რაიონის რესურს ცენტრის ხელმძღვანელად, იცნობს რაიონის მოსახლეობა და მიგვაჩნია, რომ სერიოზულ წარმატებას მიაღწევს არჩევნებში. ამ წელიწადნახევრის განმავლობაში განხორციელებულმა მოქმედებებმა განაპირობა ის, რომ მე დღეს ამ პარტიასთან ერთად ჩავერთე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. ჩემი პრიორიტეტები იქნება სოფლის მეურნეობა, სოციალური პრობლემები და განათლება. მე ვპირდები ჩემს ამომრჩეველს გამარჯვების შემთხვევაში იმას, რომ გამარჯვებიდან რამოდენიმე თვეში შევქმნი გამჭვირვალე სისტემას, რომელიც მორგებული იქნება ჩემი ამომრჩევლის კეთილდღეობაზე. ჩემ თემში, სადაც მე ვიყრიკე, არის ძალიან ბევრი პრობლემები და მე მინდა გავაკეთო ისე, რომ ხალხს დავეხმარო, როდესაც შემიძლია. არის გზების პრობლემები, არის შუქის პრობლემები, არის წყალის პრობლემები, არ გვაქვს ბაღი და ძალიან ამის შემდეგ კიდევ ძალიან ბევრი პრობლემები მაქვს და მე მაქვს იმედი, რომ ხალხი ამირჩევს და შევხედავ ამ პრობლემებს და გადავწყვიტავ შეძლების და მიხედვით